ეთნიკური უმცირესობების მიკუთვნებულობაზე დავიწყეთ საუბარი, უბრალოდ იქ იმ ვიდეოში ვეღარ დავამთავრე, ოსებზე ვსაუბრობდით, მხოლოდ რომ კომენტარის ავტორი ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ რეალურად ოსები როგორც ყველა სხვა კუთხის შვილები, საქართველოს შვილები არიან და მე ამაზე მქონდა ჩემი გარკვეული მოსაზრება იმას დაკავშირებით, რომ რეალურად შესაძლოა შენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას, რომელიც წლებია შენს ტერიტორიაზე ცხოვრობს და ამ შემთხვევაში გულისხმობ შიდა ქართლში, ანუ ცხინვალის რეგიონში ჩამოსახლებულ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან ზემოთ რუსეთის ტერიტორიაზე ხომ არის ოსების ავტონომიური ოლქი, რომელსაც ქვია ალანია. მეორე სახელიც აქვს ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ ოსეთი, მაგრამ მაშინ სამხრეთ ოსეთიც უნდა არსებობდეს, რაც ფიზიკურად არ არსებობს და ჯერ ზვიად მოუარყო ეს და მოგვიანებით დღე 2020 წელს კიდე გადაიხედა და გაუქმებულია რა ის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ტვინში სისხლი მექცევა ეს სიტყვა რომ ესმის და ხანდახან ყოფილის დამატებაც კი ავიწყდებათ ხოლმე ხანდახან მიდი სამხრეთ ოსეთი და არ ვიცი ჩინგისყაენის სახანო და რა საოცარი ტერმინები მესმის ხოლმე და მოკლედ ცხინვალის რეგიონი შევთანხმდეთ ამაზე თუ ვიღაცას ისტორიული კონტექსტის ხაზგას მომდა რომ საბჭოთა კავშირში რომ არსებობდა იმ პერიოდში მაშინ დავაკონკრეტოთ რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საბჭოთა კავშირის კონტექსტში თუ ახსენებთ და ამაზე გვინდა ხაზის გასმა თორე დღევანდელ კონტექსტში რომ არ ვიცი ადამიანი უბრალოდ ცხინვალის რეგიონს არ გამოიყენებს ცოტა მაგნევს ეს ტერმინი და მოკლედ თემას რომ დავუბრუნდეთ პირველ ნაწილში რაზეც იყო საუბარი რომ რეალურად შესაძლოა ეთნიკურად ოს ან მაგალითად ეთნიკურად სომეხს ეთნიკურად ამერიკელს ეთნიკურად ფრანგს არ უნდა საქართველოს ტერიტორიაში რომ თავი ქართველებმა მოიხსენიოს თუ არის საქართველოს მოქალაქე და თუ დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე ეს არის ქართველი ოკეი მოქალაქეობის დაფუძნებით მაგრამ თუ ჩავოთ სიღრმეში და ამ ადამიანს ვკითხავთ რომ გითხარით ჩემი ეთნიკური ნიშანი იმ ადამიანს სრული უფლება აქვს გითხრას რომ ანუ არა მე არ ვარ ეთნიკურად ქართველი სხვათა შორის პირიქით იბრძვიან ხოლმე განვითარებულ სახელმწიფოებში მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრენდიც იყო ასეთი რომ ერთი პერიოდი ხუმრობდნენ იმაზე რომ ანუ რეალურად არ აღიზიანებდათ ადამიანებს მაგალითად ადამიანებს რომელთაც ჰქონდათ აფრო-ამერიკული რასისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნები ან ირანული წარმოშობის ადამიანებს გავდნენ ან მაგალითად ჩინური ან კორეული წარმოშობის ვიზუალურად მოკლედ კავკასიური ვიზუალის მქონე ადამიანს არ გავდნენ ან მაგალითად ნებისმიერ ევროპული წარმოშობის ადამიანს არ გავდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში კითხოს უსვამდნენ მათ რასაც და აიბნეოდნენ აღიზიანებდათ იმიტომ რომ ანუ მე დავიბედე ამერიკის შეერთებულ შტატებში გესაუბრებ ინგლისურად და რატომ აყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ ჩემს ეროვნებას და ჩემი ეთნოსი რაში გაინტერესებს მაგრამ ოკეი ჩვენ ქვეყანაში ხომ სეპარატიზმის ჭრილში ცოტა არეულია ყველაფერი და მოკლედ შესაძლოა მათ ქონდეთ ასეთი მოტივი და ეს სრულად ჯანსაღი ამაში პრობლემა არ არის რომ ადამიანმა საკუთარ ეთნიკურ ნიშანს გაუსვას ხაზი აქ თავად რომ ეს ყველაფერი სეპარატიზმში არ გადავიდეს და ცოტა ხანი ოსებს რომ თავი დავანებოთ ეთნიკურად აფსუა ხალხზე რომ ვისაუბროთ მე მახსოვს იყო ერთი პერიოდი ამასთან დაკავშირებით განცხადებები რომ აცხადებდნენ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური წრის წარმომადგენლები დღეს ოკუპირებულ აფხაზეთის კუთხეში რომ მათთვის სამარცხინო იყო რომ ქართველი დააგეძახა ნუ გასაგებია ისინი მათ ძალიან დავარცხნილ თუ არა დაახლოებით 5-10% დავარცხნილ ტექსტებს აწვის რუსული მხარე და ნუ გასაგებია სადაც უნდათ გასვლათ და რაზეც უნდა ყურადღების გამახვილება უბრალოდ როდესაც შენ იბადები საქართველოს ტერიტორიაზე შენ პირველ რიგში ხარ საქართველოს მოქალაქე და პატივი უნდა სიამას როდესაც შენ გამოდიხარ და სეპარატისტული ნარატივით იყენებ ამას აი ამ მიდრეკილებას მაშინ შენ არაფერი გასაქმება ხო საქართველოს ტერიტორიაზე უბრალოდ ხო ვერავის ვერ გააძევებ და ეს ყოველ მიუღებელია და ვინმე ვარ ჩათვალოს რომ ამის მომხრე ვარ როცა ვამბობ რომ მათ ან უბრალოდ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე ამას უნდა აღიარებდეს ამას უნდა უსწორდეს ხეს უბრალოდ რეალურად აი სად გადის ზღვარი ამასთან დაკავშირებით უნდა დავინახოთ ხოლმე რომ ადამიანი რომ საკუთარ ეთნიკურ ნიშანს უსვამდეს ხეს ამაში ცუდი არაფერი არ არის ეხლა ძალიან ცუდი მაგალითია, მაგრამ რეალურად ჩვენ ხომ გვიხარია რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრები ადამიანები ინარჩუნებენ ქართველობას, ინარჩუნებენ ქართულ სახეს, მაგრამ ეხლა ისინი ხوار გამოდიან და ხوار ხوار მარცდილობენ რომ არ ვიცი, გერმანიაში შექმნა საკუთარი ავტონომიური ოლქი, ან მაგალითად არ ვიცი, ქონდათ საკუთარი ავტონომია მაგასაც რომ თავი დავაერებოთ, რეალურად ჩვენ ვიცით როგორი პრობლემატური საკითხი იყო, ანუ რეალურად ისტორიული ჭრილიდან ყოველ მიუღებელი საერთაშორისო დღეს არსებობს საერთაშორისო სამართალი მაშინ არ არსებობდა, მაგრამ ფერადნელი ქართველები ხომ როდესაც გადაასახლეს, მათ შეინარჩუნეს საკუთარი და ჩვენი სიამაყეა ხო ეს ხალხი რომელთაც შეინარჩუნეს ქართველობა, მაგრამ მეორე მხრივ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ მოითხოვო, შენ გაგიჩნდეს ამის საფუძველზე შეიქმნა რაიმე განსაკუთრებული ასე ვთქვათ, შეიცადო რომ შეიქმნა რბილი პირობები და მით უმეტეს სეპარატიზმი და მოითხოვო რუსეთთან მიერთება, რის საფუძველზე ითხოვ მიერთება ეს საკითხია და აი რეალურად აი ამიტომ აწყდება მათი მუშაობა, ასე დაუღალავეთ, იმიტომ აგრძელებენ და სხვათა შორის ძალიან დიდი პროპაგანდისტული ისტორიის გაყალბების მცდელობებია ეთნიკური
აბსოა და ეთნიკური ოსი ხალხის მიერ და საინტერესო რა არის საინტერესო ის არის რომ ამას რა თქმა უნდა რუსეთი უწყობს ხალხს მაგალითად პირველი ბროშურა რომელიც სეპარატიზმის გამწვავებას უწყობდა ხაზს გამოდის როსტოვში გამოდის მე მგონი თუ არ ვიცი არა სანქტ-პეტერბურგში ხომ არ გამოვიდა ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ვორონოვის ბროშურა აფხაზეთის საქართველოს არ არის გამოდის 1907 წელს ზუსტად მაშინ, როდესაც იქნება შესაბამის ეს მოკლედ ამ დეტალებში რომ აღარ შევიდე და თანამედროვე საუკუნეში მაგალითად 7 წლიდან 2017-ში გამოვიდა თუ არ ვცდები შლიმანოვის სტატია, რომელიც ასევე ეთნიკურად რუსი ადამიანი იყო, რუსი ეგრეთ წოდებული მკვლევარი, რომელიც იყო ანტიკური პერიოდის მკვლევარი. და თანამედროვე ქართულ-აფხაზური, ქართულ-აფსური კონფლიქტის მომგვარებლად გვევლინება და აი რეალურად მთელი ეს ისტორიის გაყალბების ნარატივი მოდის რუსული მხრიდან. ანუ თვითონ ადგილზე იმის რესურსიც კი არ არსებობს. არათუ ის რომ მათგან მოდიოდეს თავიდან პირველ წყარო ისინი იყვნენ კონფლიქტის. რა თქმა უნდა, ნიადაგის გარეშე რუსული მხარე ვერ მოახერხებდა სეპარატიზმის გამწვავებას, მაგრამ ამაზე რომ დავფიქრეთ, დღევანდელი სეპარატიზმის კი იხარშება არა ოკუპირებულ ცხინვალში და ოკუპირებულ სოხუმში, არამედ ისიც კი მოსკოვში იხარშება რეალურად, იმიტომ რომ ეს ადამიანები საკუთარი ცრუ ნარატივის შექმნასაც კი სეპარატისტულ პოლიტიკოსებს გულისხმობდა არა ხალხს, საკუთარი ნარატივის შექმნასაც კი ვერ ახერხებენ და ისიც კი თვითონ რუსეთში იწერება და იწურება და ივარცხნება და შემოდის მერე გაყალბებული ინფორმაცია, რომელსაც ჩემი თაობის აბსოა და ჩემი თაობის ოს ადამიანებს აწვდიან, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და რეალურად რუსეთმა იცის, რომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი აქვს დატოვებული სამანიპულიროთ და ეს არის მიერთება, რასაც რეალურად ამბობს სეპარატისტული ჯგუფების მხრიდან. იმიტომ რომ საქართველოს კუთხეების ანექსიამას არ მოხდენია, ხო მოხდინა მხოლოდ ოკუპაცია და მოგვიანებით ამის ცნობა 2008 წლის 27 აგვისტოს და ხო, რეალურად ასეთი სამარცხვინო მდგომარეობაა და მნიშვნელოვანი მუშაობაა ქართული მხარის მიერ, ბევრად უფრო აქტიური მუშაობაა ქართული მხარის მიერაც აუცილებელი.